საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდიავა ახალამბებში ნახავთ. ყოფლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ახალი შესაძლებლობები ქვეყნისთვის. რას ნიშნავს თანამშრომლობის უმაღლეს საფეხურზე გადასვლა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან და რა სარგებელს მოუტანს მიღწეული შეთანხმება ორ ქვეყანას გიყვებით რამდენიმე წუთში. ვის ინტერესებში არ შედის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიღწევები და რა გზებით ცდილობს ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის დაზიანებას. რაში ამ ხელს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მორიგი წარმატებული სპეცოპერაცია და 119 დაკავებული პირი. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. 372 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკისგან საქართველოს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციისთვის. ქვეყანა შუადერეფნის განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებს. რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში. ორი დღეს თარინგ ჯორჯიას ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მოვლენამდე. თბილისი წლის ყველაზე გრანდიოზულ მუსიკალურ შოუს მასპინძლობს. მზადება კანიე ვესტის კონცერტისთვის. ახალი ეტაპი საქართველოს ჩინეთს შორის ურთიერთობებში 3 წლის წინ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა თანამშრომლობის უმაღლეს საფეხურზე გადადის. რას ნიშნავს ყოფლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და რა შედეგებს მოუტანს მიღწეული შეთანხმება მეგობარ სახელმწიფოებს. მთავრობის მეთაური ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული შეთანხმებიდან ქვეყნისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს ელის. ბოლო წლებში გააქტიურებული პოლიტიკური კავშირები მზარდი სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-იმპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლებით ჩინეთიდან ახალი ინვესტიციების შემოდინება ორმხრივი უვიზო მიმოსვლა პირდაპირ ფრენები ეს სამწლიანი პარტნიორობის უკვე მიღწეული შედეგების მხოლოდ ნაწილია. პარტნიორობის უმაღლეს საფეხურზე კი ანონსდება ახალი ინიციატივები და პროექტები, ასევე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. ნუცა კოროშინაძე გიამბობთ. ხელშესახები პროგრესისა და გაღრმავებული ურთიერთობების შემდეგ ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე გადადის. საქართველოს მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის და უმსხვილესი დადებითი სავაჭრო სალდოს მქონე ქვეყანასთან ურთიერთობებს დღითიდღე აღრმავებს. ამის დადასტურება ყოფლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძე დინამიურ ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც 3 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დადგა. ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ვიზიტი კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული. ქვეყნებს შორის გაფორმდა 14 საერთაშორისო შეთანხმება. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს, მეტიც. წლიდან წლამდე მზარდია სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმუქდეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით ასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებს შემთხვევითაც ჩინეთის ხელისუფლებას მალობას გადაუხდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ყოფლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს შეუღრეს
ახალი ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებლოს მოუტანს. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. შედეგად 2025 წელს ჩინეთთან და ჩინეთის მიმართულებით შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2023-2024 წლებში საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებისათვის ორმხრივი უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამ გადაწყვეტილებამ პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყო ხელი. დღეს ჩინეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს და ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავება საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 54%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 59%-ით გაიზარდა. ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს. ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის. მზადდება მემორანდუმი, რომელიც ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ითვალისწინებს. წელს გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება ჩინეთის განათლების სამინისტროსა და ჩვენ სამინისტროს შორის, რომელიც ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალ ეტაპზე აიყვანს და სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი თუ როგორ ვითანამშრომლებთ უმაღლესი სასწავლებლების დაახლოების, ერთობლივი პროგრამების განხორციელების, ორმაგი დიპლომის გამცემი კონკრეტული პროგრამების იმპლემენტაციის, ახალგაზრდებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი კომპონენტების კუთხით, ასევე გვექნება ცალსახად წარმოჩენილი მიმართულება პრიორიტეტული, რომელიც ეხება პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობას, ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნდება და შემდგომში განხორციელდება ინტენსიურად ერთობლივი საერთაშორისო ბანაკები ახალგაზრდებისთვის. მასთანავე განსაკუთრებული მიმართულება იქნება ჩინური ენის პოპულარიზაცია საქართველოში. ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს დამატებით იმპულსს შეძენს. ეს არის ახალი ეტაპი ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებლს მოუტანს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა და შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის პერსპექტივა. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მიღწევების ფონზე ოპოზიცია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს. ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ავტორებს ხელისუფლება სუვერენიტეტის არსს კიდევ ერთხელ ახსენებს და განმარტავს, რომ ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა არაერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხმედრას ეფუძნება. ანა შანიძე გიამბობთ. საცხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარ ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი. პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის ღალატად იმ განცხადებას აფასებს, რომელიც დაშლილი ალიანსის დარჩენილმა წევრებმა გუშინ გააკეთეს და ხელისუფლება ისევ საგარეო პოლიტიკის გამო და ისევ უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს. ბოკერია წერეთელი ჯაფარიძის პოლიტიკური ტრიო ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ირწმუნებოდა, თითქოს საქართველოს, რუსეთისა და ირანის მოკავშირედ იქცა. თუმცა საგანგებო განცხადების ლაითმოტივი ეროვნულ ინტერესებად წარმოჩენილი სხვა ქვეყნის ინტერესები იყო.
ამ კურსის მთლიანად შეცვლა განეიტრალება რუსული, ირანული ყველაზე საგანგაშო ქსელისა ჩვენ ქვეყანაში და შეცვლა იმ გზავნილის რომ ჩინეთია მთავარი სუპერძალა, რომელსაც ისინი ეთანამშრომლებიან და ყველაზე მშვიდობიანი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებრივმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ ცვლილება რეალურია. იმ ფონზე, როდესაც ქართულ სახელმწიფოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა კი ახლოსაც ვერ მივა იმ კავშირებთან, რომელიც მაგალითად რეგიონის სხვა სახელმწიფოებს გააჩნიათ. პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის წევრების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს სრულ ნარატივს უწოდებს, რომლის მიზანიც შალვა პაპუაშვილის თქმით საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანების მცდელობაა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, შესაბამისად ამგვარი ნარატივების გავრცელება, მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. შალვა პაპუაშვილმა ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ავტორების მხრიდან საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების მცდელობების შესახებაც ისაუბრა. ოპონენტებს სუვერენიტეტის არსით შეახსენა და ისიც, რომ ჯანსაღი პარტნიორობა არაერთი ქვეყნის მხრიდან მეურის ინტერესების მომსახურება, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრა. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიქმნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. ოპოზიციური ალიანსის წევრების პოლიტიკური ბიოგრაფიის გათვალისწინებით უსაფუძვლო ბრალმდაბლობის მხრიდან ქვეყნის ინტერესების საზიანო არაერთ ფაქტს იხსენებს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარეთ-ძალების დაკვეთით მოქმედი ოპოზიციონერების ქმედებები ღალატის ერთიანი ქრონიკაა. გამოდებული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა. ასევე ის რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში, რევოლუციის 5 მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი სპექტრი. თავისი პოლიტიკური პარტიები, თავისი NGO-ები და თავისი მედია საშუალებები. მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით. პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდშიც, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია, მათ ეს ვერ მოახერხეს, უბრალოდ არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყავთ ერთ-ერთი პატრონი, ეს არის გარეთ ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა. ოპოზიციის ნაწილს სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ საქმიანობაში ადანაშაულებს სახელმწიფო გუნდიც. მომართვალ პარტიას მძიმე ბრალდების დამადასტურებელი არგუმენტები მოჰყავს. ბრალდების ადრესატების დაცვა კი დღეს ალიანსიდან გარიცხულმა პარტიამ გადაწყვიტა. ნაციონალური მოძრაობა კოლეგების მხრიდან ქვეყნის ღალატს კატეგორიულად გამორიცხავს. ფაქტი როცა მოხდება უკვე იმ ფაქტის კონსტატირების გამო ადამიანზე თქვა ქვეყანას ღალატობს, აბსოლუტური არაადეკვატურობა გახლავთ. სწორედ აი ამის გამო, რომ ამ ძალებს უკვე მრავალი წელია აღრეული აქვთ ერთმანეთში საკუთარი სახელმწიფოს და სხვისი სახელმწიფოს ინტერესები, კრიტიკულ მომენტებში სამწუხაროდ დგებიან ხოლმე უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ეს იხილა საზოგადოებამ სწორედ აი ამ გასული წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საჭირო დროს, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დამდგარიყვნენ საქართველოს მხარეს, საზოგადოების
საზოგადოების მხარეს, ისინი დადგნენ სხვების მხარეს. ამიტომ არ არის გასაკვირი ამ ტიპის განცხადებები. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები რომელიმე ქვეყანას უპირისპირდება, სწორედ ამ ქვეყნის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ მერე საქართველოს მთავრობას. გახსოვთ, ეს იყო თავიდან იყო რუსეთი და ამბობდნენ, რომ პრორუსული ხელისუფლებაა. ეხლა ეს არის ირანი და ეხლა პროირანული ხელისუფლება ვართ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან თავი მოიწონონ. ეს ერთი და ეს არის ასევე მონური ფსიქოლოგიის გამოვლინება და მეორე ცდილობენ, რომ ამით ზიანი მიაყენონ ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუმცა ამით რეალურად ისინი ზიანს აყენებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა და შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა გამოიკვეთა. როგორც ჩანს, საგარეო მიმართულებით საქართველოს წარმატება იმ ძალების ინტერესებში სულაც არ შედის, რომლებიც გამუდმებით ისე მოქმედებენ, როგორც სხვა ქვეყანას უნდა. შანტაჟის ბოლო ბერკეტი ევრობიუროკრატების ხელში და ხელისუფლების მკაფიო ოპოზიცია. საქართველოს არანაირი წინაპირობის სანაცვლოდ არ აპირებს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობას. ეს ქართული ოცნების პასუხია ვიზა ლიბერალიზაციით საქართველოს ზეწოლის მცდელობაზე. სწორედ უვიზო მიმოსვლის საკითხი განიხილება ბრიუსელში ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებს კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს წარუდგენს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციისთვის ნაკის ვალდებულებას. ხელისუფლება ხაზგასმით განმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მკაფიოდ აცხადებს იმასაც, რომ სუვერენულ საქართველოს ზეწოლის მორიგ მცდელობას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. საულმე გობროინიძე გიამბობთ. ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს რეალურად ევროკავშირს გამოვაცალეთ, ევროპულ ბიუროკრატიას უბრალოდ გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. წელიწად ნახევრის წინ მთავრობის მეთაურის განცხადება დღესაც უცვლელ პოლიტიკურ გზავნილად რჩება. სუვერენული საქართველოს შანტაჟს არ ექვემდებარება. 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას მხოლოდ ღირსებით განაგრძობდა და ხელისუფლება არავის მისცემდა ფულითა და სანქციებით შანტაჟის უფლებას. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე ხელს მოაწერდა იმ დღესვე თუ წინადადებას მაგიდაზე ბრიუსელი თავადვე დადებდა. სხვა შემთხვევაში კი თქვა, რომ ოფიციალური თბილისი არ აპირებს 2028 წლამდე საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განცხადების შემდეგ ბრიუსელს პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმებიდან მხოლოდ ერთი ვიზა ლიბერალიზაცია დარჩა. შანტაჟზე კი ხელისუფლების პასუხი დღესაც უცვლელია. საქართველოს არანაირი წინაპირობის სანაცვლოდ არ აპირებს დათმოს ეროვნული ინტერესები, ქართველი ხალხის არჩევანი და ქვეყნის სუვერენიტეტი. ეხლა დარჩათ ერთ-ერთი ვიზა ლიბერალიზაცია და ცდილობენ, რომ დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. პირველ რიგში თავადაც ხვდებიან, მე მგონი ხვდებიან მაგ დონეზე ანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ქუჩად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური მოთხოვნებით არ უნდა წყდებოდეს, მთავარი შესრულებული ვალდებულებები და ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც საქართველოს ზედმიწევნით მიყვება. ეს დღეს თბილისიდან ბრიუსელს კიდევ ერთხელ შეახსენეს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე საუბრობს შალვა პაპოშვილის განცხადებით. ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს სპეციალურად საქართველოსთვის დაამატა პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა და მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ ბრიუსელი ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისა და სხვა ქართული კანონების გაუქმებას, ხელისუფლების მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს არ აპირებს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უსაფრთხოების დამატებითი რისკების წინაშე დააყენებს. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს და ქართველი ხალხი დაგვაფასეს 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა თუ ესე მოქალაქეები მეტი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა დრო და ხარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო
თავისი წესები საქართველოს. თქვენ საჯაროდ თქვენ და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში რასაც ითხოვენ. ითხოვენ რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ რომ ევროკავშირს კლავაც ქონდეს შესაძლებლობა რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. და კიდევ ერთხელ როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. 11 ივნისს ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. დიალოგი ტექნიკური ხასიათის იქნება. მთავარი განსახილველი თემა კი სავიზო რეჟიმი. მოლაპარაკებების მიზანი იმ გარემოებების გამოსწორება არის, გამოც ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათის იქნება, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს შექმნას მოლოდინი, რომ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სრულად შეჩერების წინაპირობა. ეს საკითხის სამწუხარო დადგება, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია განხილება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ. თბილისი დიალოგის ფორმატში ევროკომისიის წარმომადგენლებს კონკრეტულ ფაქტებს და არგუმენტებს წარუდგენს თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციისთვის ნაკის რვალდებულებებს. ამ შეხვედრის და დიალოგის გამართვას თვითონ ევროკავშირის სავიზო ასე ვთქვათ შეთანხმება ავალდებულებს ევროკავშირს, რომ მას კონდეს მსგავსი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც აქვს უვიზო რეჟიმი. ამ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარდგენილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების მიერ, არამედ იქნება წარდგენილი საჯარო მოხელეების დელეგაციით. შესაბამისად, ჩვენი საჯარო მოხელეები აუხსნიან თავიანთ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა იმ ტექნიკურ პარამეტრს, რომელიც არის ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ დამატებით პირობებს, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა და აქ ყველა მიცის უკვე რომ ეს შეეხება ორ კანონს, გამჭვირვალობის კანონს და ოჯახური ღირებულებების კანონს, აქ რა თქმა უნდა ჩვენი დელეგაცია ალბათ მოითხოვს პასუხებს, რომ აუხსნან მათ რა კავშირშია ოჯახური ღირებულებების კანონი ვიზასთან, ან რა კავშირშია NGO-ების გამჭვირვალობის კანონი ვიზის პარამეტრების დაკმაყოფილებასთან. ჩვენ კონკრეტულად ამ შეხვედრისგან ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება საქმიანი, მეგობრულ ატმოსფეროში, კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარებული შეხვედრა. ჩვენ ვიხილეთ გასული თვეების დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში გაყინული ორმხრივი ურთიერთობები, რომლის ფარგლებში არ ქონდა შესაძლებლობა, რომ პირისპირ გაგვეცვალა კონკრეტული არგუმენტები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ასეთი შესაძლებლობა. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით ხვალ ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ეს იქნება წელიწადნახევრის წინ ბრიუსელის მხრიდან ცალმხრივად გაყინული დიალოგის შემდეგ პირველი სამუშაო შეხვედრა. ოპოზიციური ერთობის მორიგი დასასრული დეკლარაციის გაფორმებიდან სამ თვეში ეგრეთ წოდებული ალიანსი დაიშალა. ყოფილი ნაციონალები მოქმედების გარეშე დარჩნენ. ნაცმოძრაობის ლოგო მალე გაქრება ალიანსის ბანერიდან, რადგან სააკაშვილის პარტიის გაერთიანებიდან გარიცხვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ეს ლოგიკური დასასრულია რამდენიმე თვიანი მწვავე დაპირისპირების, რომლის დროსაც ყოფილმა ნაციონალებმა ყოფილ პრეზიდენტს მაუხრებელი გზირი და პოლიტიკური ნარიმანი უწოდეს. სააკაშვილმა კი მისი უპირობო ლიდერად არ აღიარების გამო ისინი ლუზერებად მოიხსენია. ნანიკო წითელაშვილი გიამბობთ. უბრალოდ ისე ყარს ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ ძალიან მალე არ ჩაირეცხოს, ანუ აი ბოლო ფართხალია. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსიდან გარიცხვის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას ახლა ჩარეცხვითაც ემუქრებიან. თამარ ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის პარტიას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკვე დიდი ხანია გაერთიანების მიღმა არიან. ერთადერთი ეპიზოდი კი, როდესაც ისინი ალიანსის სხვა წევრებთან ერთად ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ 26 მაისის აქციაა. ფედერალისტების ლიდერის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ფუნქცია მაშინაც არ ჰქონია და მხოლოდ აქციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას ითხოვდნენ. ბოლოს კი პარტნიორების მსგავსად მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ უწოდა მაუხრებელი გზირი. შეუთვალა, რომ ის ოპოზიციური ერთობისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია, ხოლო მის გარეშე პოლიტიკური მიზნების მიღწევა გაცილებით მარტივი. კიდია მიშა. ერთადერთი რაც გვინდა არის რომ თავი დაგვანებოს. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ ნაცები ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. ერთადერთი სადაც მოვიდნენ არის 26-ში აქციას რომ ამზადებდით, იქ სიტყვით გამოსვლას იხვეწებოდნენ. თან არ გავაგდეთ რა ეგ საწოდავები, იმიტომ რომ ეგენს გვეცოდებიან. თვითონაც აღარა აქვთ უკვე მაგკაცის ატანა. მიშამო შენზე ისა თქვაო და ეხლა შენ ამას და ვიღაცა არარაობებზე, ანი წითლიძე და ისე რა შუაში არიან საერთოდ. უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ მაუხრებელი გზირი არ ყოფილიყავი.
ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დატოვებას უარყოფენ სააკაშვილის პარტიაში. ანა წითლიძე თამარ ჩერგოლეიშვილს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ალიანსში მუშაობას აგრძელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაერთიანების სხვა წევრები მათი ლიდერის მიმართ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, კოალიციად დატოვონ. მე არის ჩერგოლეიშვილი თუ არის მარტო ალიანსში თუ ერთპიროვნული მართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივა. ანა წითლიძეს გამოეხმაურა ნიკა გვარამი, ახლების ლიდერმა სააკაშვილის პარტიის თამაშგარე ყოფნა დაადასტურა. თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ალიანსის აქტივობებში არასოდეს მონაწილეობდა. საპირისპირო აზრს კი სამარცხვინო ტყუილები უწოდა. გვარამიამ ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას მის მიმართ შეურაცხყოფელი სიტყვებიც არ დაიშურა. რა სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც არ ფიგურანტი არ არის. ეს ყველა მიცის რომ არა, თოში საცემია კადრებს რო შეხედა, ხო, რაც არ მომხდარა, იმას ყვებოდნენ თქვენი რესპონდენტი ცოტა ხნის სამარცხვინო ტყუილებს. მაგ ვინც იყო იმასაც და სხვებსაც გაუხსნა სააკაშვილმა გზა და აი ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომის სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად. ალიანსში არსებული კრიზისი დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნაციონალურ მოძრაობაში. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, გაერთიანების სხვა წევრების მხრიდან მათ ლიდერებზე თავდასხმა არასაქმიან გარემოს ქმნის და სწორედ ამიტომ არის ალიანსის ფუნქციონირება შეფერხებული. ბევრი საფუძვლად პიროვნულ ამ რაღაც ემოციებს, ეგოებს ვერ ახტება, ვერ ღალატობს და ახორციელებს უბრალოდ თავდასხმას ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებზე. ეს ძალიან არასაქმიან გარემოს ქმნის ალიანსში, ამიტომაც არის შეფერხებული ფაქტობრივად ალიანსის საქმიანობა, თუმცა ჩვენ კვამდებურად ჭირდა თუ ვინაჩვენებ იმედს, რომ ეს ადამიანები დააყენებენ წინ ეროვნულ ინტერესს საკუთარ პირად ეგოებს. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დაშლისა და დაპირისპირებების პარალელურად მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში გაწევრიანებით გადაწყვიტა. მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი, რომელიც შექმნის დღიდან მხოლოდ დაპირისპირებებითა და ურთიერთბრალდებებით გამორჩეულია, თავრობის მეთაურისთვის სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის ხელისუფლებაში მოყვანასაც გარე ძალები ცდილობდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანა იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე 2004-2012 წლებში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ იგდებიან, მათი განმოსახედიდან დამოსულიყვნენ ხელისუფლებაში. სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-12 წლებში. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობას გარე ძალების დავალებების შესრულებას უკავშირებენ მართველ გუნდში. ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლებს, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამაზე დებს ფსონს. დღეს არის პირველობისთვის ამბიციური ბრძოლა ურეიტინგო და განულებული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ნულოვანი პოლიტიკური შედეგით დასრულდება რადიკალიზმისთვის, ხოლო ქართული ხალხისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან კარგი, რამე თუ კიდევ ერთხელ ცხადდება ამ დესტრუქციის ნამდვილი რეალური სახე. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი დაშლილია, მათი სამთვიანი საქმიანობის ანგარიშზე კი მხოლოდ ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის მძიმე ეპითეტებით შემკობაა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან დღეს კიდევ 14 ბრალდებული გათავისუფლდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ საპატიმრო დატოვა კიდევ 7 პირმა. ყველა მათგანს პატიმრობა 3 წლიანი პირობითი მსჯავრით შეეცვალათ. დანაშაულის მონენიებისა და აღიარების შემთხვევაში პროკურატურა სხვა ბრალდებულებთანაც მზად არის საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის. დეტალებით სოსო ელისაშვილი.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდა პატიმრობიდან. 14-ვე მათგანმა მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სრულად აღიარა. დაცვის მხარემ ბრალდებები უდავოდ ცნო, ბრალდების მხარემ კი საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა. ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს, თემურ ქურციკიძეს, გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ხვიჩა გოგოხიას, გიორგი რურუას, ლევან ჯიქიასა და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობაში ყოფნის ვადა იმ 3 წლის ვადაში ჩაეთვლებათ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვრათ. ბრალს ვეთანხმები. თული იყო, მაგრამ თავისუფლების ფასი ყველაფერზე დიდია. პირველი ოჯახს შევეხუტები. მონატრებულ ადამიანებს და შემდეგ დავბრუნდები. აი ბრძოლის გაგრძელებას როგორ აპირებ? ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ყველაფერზე ვიფიქრებ. ჩემს წინააღმდეგ რაც იყო ის ვაღიარეთ, დავთანხმდით, მოვაწერეთ საფრთხო გარიგებას ხელი. ვფიქრობ, რომ დავისვენო, სახში წავიდე და ჩემს მოვესიყვარულო. 3 წლის ვადით პირობითი სასჯელი განესაზღვრათ მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები დაეთანხმნენ ბრალს, უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები და სასამართლოს ხდომის დარბაზიდან ისინი გათავისუფლდნენ. დღეიდან ჩაეთვლებათ მათ პატიმრობაში ყოფნის ვადა იმ 3 წლის ვადაში, რომელი ვადითაც მათთვის სასჯელად განისაზღვრა პირობითი სასჯელი 3 წლის ვადით. ის სიკეთე, რომელიც ახლა მიიღეს ამ ადამიანებმა და რომლის შემდგომაც შესაბამისად აქვს შესაძლებლობა, რომ ისევე კანონის ფარგლებში და იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს სიყვარული ქვია, გააგრძელონ თავიანთი მოღვაწეობა და ბრძოლა და დაუბრუნონ ოჯახებს, ეს სიკეთე მიიღეს და შესაბამისად ეს არის მოცემულობა, თუ როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე. კი, ყველა მათ შორის, ყველა ვისთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. აღიარების გარეშე საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება. საქმის პროკურორებმა დღეს იმ მტკიცებულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც საქმის მასალებში იყო წარმოდგენილი. 14-ვე ბრალდებულმა მომართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოტივით ლოგიკურია მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ბრალდების მხარემ გააფორმა მათთან საპროცესო შეთანხმება, რაც დღეს უკვე სასამართლოს მიერ დამტკიცდა. სახელმწიფო ბრალდება გამოხატავს გზაობას კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე იმ შემთხვევაში თუ კი ისინი დააკმაყოფილებენ საპროცესო შეთანხმების კანონის მიერ მოთხოვნებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მტკიცებულებების სახით მოთავსებული იყო ვიდეო მასალა, ის ვიდეო მასალა, სადაც აღბეჭდილია თითოეული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული. ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ჰუმანურ აქტზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვისაც ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სინანული აქვს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. მთავრობის მეთაურის თქმითვე, ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაშიც შეიყვანეს და ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შესაძლოა საერთოდ არ უნდოდათ. მე მიხარია, რომ პროცესი დაიძრა, ჩვენ ვთქვით, რომ სადაც იქნებოდა აღიარება სინანული, იქ იქნებოდა შესაბამისი რეაგირება და მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება, ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. გარდა ამისა, ის არის ანგარიშის გასაწევი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ მათ. დამხობის აქციაზე გავიდა. იქ არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილის დამხობის შინით მივიდა იმ აქციაზე, თუმცა წამოვიდა მერე იმედგაცრუებული. ვიღაცა გაყვა პრეზიდენტის სასახლემდე, ვიღაცა არ გაყვა. საბოლოო ჯამში მთავარია, რომ ჩვენ გქონდეს პრევენციული ეფექტი. ეს არის მთავარი. არავის ციხეში ყოფნა, არავის არ უხარია. მთავარია, რომ ჩვენ გქონდეს პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ მომავალში არავინ არც გაიფიქროს ასეთი ქმედებების დაგეგმა. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი ბრალი, მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. საერთო ჯამში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 64 პირია მიცემული. საიდანაც საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა საერთო ჯამში 22 მათგანმა გამოთქვა, მათგან 8 გუშინ, 14 კი დღეს გათავისუფლდა.
$372 მილიონი მსოფლიო ბანკისგან საქართველოს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციისთვის ქვეყანას შუადერეფნის განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი ლოკომოტივები განახლებული რკინიგზა და სტრატეგიული საგზაო მონაკვეთები კახეთის მიმართულებით. ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მიზანი კი შუადერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. პროექტ საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთობლივად განახორციელებენ. ნინო საულქვაძე გიამბობთ. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოიყო. საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა $372 მილიონი ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს. ინვესტიციები მიზნად ისახავს შუადერეფნის გამტარუნარიანობის ზრდას, ტვირთების უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას, საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერასა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს $372 მილიონი ოდენობით დაფინანსების გამოყოფას საქართველოში ორი მიმართულებით. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით და ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. ხელი მოვაწერეთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის შუა დერეფნის მედეგობას ისახავს მიზნად. საქართველოს ამ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობისაა და დღეს გაფორმებული შეთანხმება მხარს უჭერს სახმელეთო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ამ მედეგობის შედეგად გაუმჯობესდება საერთაშორისო ვაჭრობა შუა დერეფნის ფარგლებში. წვდომა და სარგებლიანობა ექნება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმა. მსოფლიო ბანკისთვის პატივია ამ პროგრამაში მონაწილეობა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის და ტვირთების გადაზიდვის დროის შემცირებას. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ელექტროქვესადგურების მშენებლობა და რკინიგზის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება. სწრაფი და უსაფრთხო რკინიგზა კი ნიშნავს ქვეყანაში მეტ ტვირთს და მეტ ფულს. პროექტს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებენ. პარალელურად დაგეგმილია ბადიაური ჩალაუბანი ბაკურციხისა და გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზების მონაკვეთების მშენებლობა. ხიდების, ესტაკადებისა და თანამედროვე სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას მოგცემს, რომ უმოკლეს პერიოდში დავიწყოთ კახეთის მიმართულებით, გავაგრძელოთ უბრალოდ კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა. ეს არის ბადიაური, ჩალაუბანი და ჩალაუბანი ბაკურციხის მიმართულება, ასევე ბაკურციხე-თელავის მიმართულება. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ რომ გამოვაცხადოთ ტენდერი, რომელიც მოიცავს 45 ლოკომოტივის შესყიდვას. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის რკინიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად მოხდება განახლება ჩვენი სალოკომოტივო პარკის, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ გააუმჯობესოთ ჩვენი საოპერაციო მაჩვენებლები, ასევე გავზარდოთ შემოსავლები და უფრო უკეთესად მოვახდინოთ ტვირთების გადაზიდვა. სალოკომოტივო სიმძლავრების გაძლიერება არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზისთვის, ზოგადად შუა დერეფნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სარკინიგზო და საგზაო ქსელის განახლება საქართველოს საერთაშორისო პოზიციას გაუმჯობესებს. სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შუადერეფანში ტვირთების ნაკადი 2020 წლის შემდეგ 7-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ საქართველოს პოტენციალს და მზად არიან მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ წარვადგენთ რკინიგზის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები. საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ძალიან კარგად იაზრებენ იმას, თუ რამდენად დიდია შუადერეფნის პოტენციალი და მათ შორის საქართველოს პოტენციალი შუადერეფნის ფარგლებში. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ეს ინტერესი შუადერეფნის პოტენციალის მიმართ ფინანსურ ხარდაჭერაშიც აისახება. მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთანაც. დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთანაც.
ორი დღეს Staring Georgia's ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მოვლენამდე Grammy-ს 24 ჯილდოს მფლობელი მილიონობით გაყიდული ალბომის ავტორი და მეგავარსკვლავი Kanye West-ი საქართველოს დედაქალაქში კონცერტს გამართავს. შოუს, რომელზეც რამდენიმე დღეში მსოფლიო ილაპარაკებს, დინამო არენა 12 ივნისს უმასპინძლებს. წლის ყველაზე გრანდიოზულ მუსიკალური ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მარიამ რატიანი გიამბობთ. ეს ადგილი 12 ივნისს გლობალური მუსიკალური მოვლენის ეპიცენტრი გახდება. ორ დღეში დინამო არენაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტის მსოფლიო ჰიტები გაჟღერდება. თბილისი Kanye West-ის მოლოდინშია. ეს კარიერა 24 Grammy-ს, 150 მილიონზე მეტ გაყიდულ ალბომსა და სამუდამოდ შეცვლილ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიას ითვლის. რეპერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ქართველი და უცხოელი მელომანების წინაშე როგორც ძველი ისე ახალი ჰიტებით წარსდგება. შოუზე დასასწრების 70,000 ბილეთი 8 საათში სრულად გაიყიდა. იმისთვის რომ დინამო არენაზე მისულმა მსმენელმა გამორჩეული სასცენო ვიზუალის მქონე პერფორმანსი იხილოს, Staring Georgia უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს. სამზადის საქართველოს კულტურის მინისტრი დღეს Staring Georgia-ს დირექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. Staring Georgia არის რეგიონში უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანია და საორგანიზაციო ნაწილი მთლიანად Staring Georgia-ზე მოდის. წელს ასეთი დიდი პროექტი წამოიწყეს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. ეს იქნება პირველი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძლებთ. აქ საუბარი არის ღონისძიებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე განხილვადი და ყველაზე მოთხოვნადია. შესაბამისად, საქართველოს ამ მთავარი მოვლენის თანაზიარი ხდება. სოფლიო მასშტაბის ღონისძიებასთან დაკავშირებით შესაბამის ზომებს იღებს თბილისის მერიაც. მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. 12 ივნისს დილის 7 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება საბაძისა და მეტრეველის ქუჩებზე. მსმენელებს შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით თბილისის მეტრო ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის ღამის 2 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისს დილის 7 საათიდან საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. Kanye West-ი მსმენელმა 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო. თავდაპირველად მისი საქმიანობა პროდიუსინგით შემოიფარგლებოდა, თუმცა მოგვიანებით იმ სოლო კარიერა დაიწყო და განსხვავებული ჩაცმულობით, ნოვატორული მუსიკალური არანჟირებითა და სკანდალური განცხადებებით ჰიპ-ჰოპის სტანდარტების სამუდამოდ შეცვალა. Kanye West-ის როგორც არტისტის გავლენას მისი ბოლო ტურნეს ფორმატიც ნათლად ასახავს. მსოფლიო ჰიტებს ათასობით მსმენელის წინაშე ის დედამიწის ფორმის სცენაზე მარტო, ყოველგვარი ბექ-ვოკალისტებისა და დამატებითი მონაწილეების გარეშე ასრულებს. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება გასული 48 საათის განმავლობაში. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკების გარდა ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღების საბრძოლო მასალა და თანხა. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ლევან წუწუნავა გიამბობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი. დაკავებულებს შორის 49 ნარკორეალიზატორია, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მიმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, მეთადონი, მეფედრონი, ბუპრენორფინი და სხვა. საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასებისათვის საჭირო მასალები. სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. სამასია ნახე რა გასიკება? ჩაიწიხე ბენზინი რა და მოვა. აი, ვადისია.
სამართალდამცველება ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შეწყვეტა და აღნიშნული შეწყვეტების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელეს. ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულთა ნაწილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილი კი სასამართლოს მოლოდინშია. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოვდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. ახლა დამეგობრებულმა ადამიანმა გაწირა და მან უბრალოდ ხელი დაადო, რომ თითქოს ფული აიღო მარიხუანაში. სინამდვილეში მას ესეთი რამე არ გაუკეთებია და ამის არც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არანაირი თანხა არ ფიგურირებს საქმეში. გამოდის ისე, რომ ადამიანი ზის უმძიმესი ბრალდებით, ბრალდებულის სკამზე და არანაირი მტკიცებულება არ აქვს ბრალდების მხარეს. ჩემ დაცვქვეშ მყოფს პროკურატურა ედავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შეძენას შენახვას და ასევე რეალიზაციის ხელშეწყობას. ამ ეტაპზე ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, არ აღიარებს ბრალდწარდგენ ქმედებას. მე ვიცავ ქალბატონს, რომელსაც ბრალდება ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაცია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემი დაცვქვეშ მყოფი თავს დამშავეთ არ ცნობს და ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მით უმეტეს გადაცემა იმთავითვე არ ნიშნავს რეალიზაციას. შესაძლოა ბუნებრივი ადამიანი ეხმარებოდეს ვიღაცას, მით უმეტეს ფსიქოტროპულ ნივთიერებაზეა საუბარი, მით უმეტეს, ოდესაც ჭხრეკი შედეგად საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების და კონტროლის საფუძველზე, არ მომხდარა ესეთი ნივთიერებების აღმოჩენა, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნებოდა ბრალად. მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა რეალიზაცია და ასევე ხელშეწყობას ედავებიან განსაკუთრებული დიდი ოდენობით. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შემდგომში უკვე უნდა ჩამოვყალიბდეთ მომავალ გეგმებზე რა როგორ იქნება. პოლიცია! ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. უწყების საპოლიციო დანაყოფები ამ მიმართულებით მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა, შალო პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნა და ამით კუმარ მიშრას საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტად ელჩად დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, ყურადღება გამოხილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, საუბარი ასევე შეეხო ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ინდური კომპანიისთვის საინტერესო იქნება საქართველოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ფარმაცევტული და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა საქართველოს გზების მოვლა შენახვის ახალ მოდელზე გადადის. იქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვის თანამედროვე სისტემას დაანერგავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 119 ერთეული თანამედროვე სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების მართვის პროცესში ჩაერთვება. მთავრობამ საავტომობილო გზების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. დეტალებით ნაონიანი. საქართველოს გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის. იქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლაზე იმუშავებს. შესაბამისი ცვლილებები საავტომობილო გზების შესახებ კანონში შედის. პროექტი ინფრასტრუქტურის სრულად მოწყობასა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას მოიცავს. ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 63 მილიონი ლარის ინვესტიცია და 119 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკის შეძენა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კომპანიის შექმნას ორმაგი ეფექტი ექნება: ხარისხის გარანტია და სტიქიურ მოვლენებთან ეფექტური გამკლავება.
ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და მას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა თავის სპეცტექნიკით, რა თქმა უნდა, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გორი-არგვეთის მონაკვეთს, რომლის სიგრძეც 105 კილომეტრია და 128 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს. მთავრობის ინიციატივის დამტკიცების შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნული მონაკვეთის მოვლა შენახვას სპეციალურად შექმნილი ოპერატორის მეშვეობით განახორციელებს. ახალი მიდგომა დაფუძნებული იქნება გზების, გვირაბების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული აქტივობის მუდმივ მონიტორინგზე. ძირითადად ეს არის რიკოთის მონაკვეთი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება და სპეციალისტების ჩართულობაა საჭირო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ გზის ექსპლუატაცია უკვე მიმდინარეობს, შევქმნათ ეს შპს, რომელიც თავის თავზე აიღებს მოვლა შენახვას. ახალი კომპანია მხოლოდ გზების მოვლა შენახვასა და მართვაზე იმუშავებს. მას არ გადაეცემა მშენებლობის, პროექტირების ან ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციები. ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით არაერთი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. აშენდა ავტომაგისტრალები, გვირაბები, ხიდები, ფერდდაცვითი სისტემები და სხვა საინჟინრო ნაგებობები. შესაბამისად შეიცვალა არა მხოლოდ გზების ხარისხი, არამედ მათი ექსპლუატაციისა და მართვის მოთხოვნებიც. გზების მოვლა შენახვა არ არის მხოლოდ წარმოქმნილი ორმოული დამუშავება, ასე ვთქვათ, გზის. აქ იგულისხმება დასუფთავებიდან დაწყებული განათების სისტემების გამართულად მუშაობა, როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრი გვირაბი გვაქვს და გვირაბებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამის უზრუნველყოფა, მათ შორის იმ ფერდებზე, რომელიც იცით, რომ საინჟინრო კუთხით არის გამაგრებული, ყოველდღიური მონიტორინგი ამ ფერდების და რისკების დაზღვევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან ჩვენ შევძლებთ, რომ უკვე აქტიურად დაიწყოს ამ კომპანიამ ფუნქციონირება. გზების მოვლა შენახვისთვის, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, კანონ პროექტით დგინდება პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველიც, რაც დამატებით გააძლიერებს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმებს. მოკლეული იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკა ავტომობილო გზების მოვლა შენახვის კუთხით და ამ შემთხვევაში იდენტიფიცირდა, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიც გერმანია, ხორვატია, ნიდერლანდები, ესპანეთი სახელმწიფო შპს უზრუნველყოფს ავტომობილო გზების მოვლა შენახვას. რიკოთის მაგისტრალი იქნება გათვალისწინებული ამ შპს-ს მოვლა შენახვის ფუნქციაში და აქ მთავარი გადაწყვეტილების მიღების დროს ამ შემთხვევაში გაანალიზებული იქნა თვითონ საინჟინრო ნაგებობების სირთულე, რომელიც ამ მონაკვეთზე გვხდება. ამ შემთხვევაში გვაქვს არაერთი გვირაბი და არაერთი ხიდი, შესაბამისად გვირაბების მართვა და თუნდაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ეფექტური და მოდერნიზებული ტექნიკით ხდებოდეს გზის მოვლა შენახვა. მთავრობის ინიციატივა გრძელვადიან ინვესტიციას წარმოადგენს, რომლის მიზანით სახელმწიფოს მიერ შექმნილი მილიარდობით ლარის ღირებულების საგზაო აქტივების დაცვა, უსაფრთხო ექსპლუატაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ისტორიაში პირველად უცხოელ პარტნიორებთან ერთად დედაქალაქის მერიამ თბილისის სატრანსპორტო მაკრომოდელი შექმნა. ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებსა და გადაადგილების რეალურ ნაკადებს. მოდელის საშუალებას იძლევა სატრანსპორტო იდეები ვირტუალურად დაიტესტოს და მათი გავლენა ქალაქის სისტემაზე წინასწარ შეფასდეს, როგორ აისახება მოძრაობაზე სხვადასხვა ცვლილება, იქნება ეს ავტობუსის ზოლის მოწყობა, ცალმხრივი მოძრაობის შემოღება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო მაკრომოდელი ურბანული დაგეგმარების მიდგომას ცვლის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი დედაქალაქის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს სატრანსპორტო გადაწყვეტილებები წინასწარ რეალურ ციფრულ ანალიზზე დაყრდნობით დაგეგმოს. მოდელი აერთიანებს ქუჩებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებსა და მოქალაქეთა გადაადგილების ნაკადებს, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ცვლილების შედეგი ჯერ ციფრულ გარემოში შეაფასონ. სისტემა წინასწარ აჩვენებს, როგორ აისახება გზაჯვარედინის, ქუჩის ან ავტობუსის ზოლის ცვლილება მთელ სატრანსპორტო ქსელზე.
მთლიანად იცვლება ურბანული დაგეგმარების მიდგომა და ზუსტი მათემატიკური გათვლების გაკეთების საშუალება გვეძლება, სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ ნაწილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე. ამ დრომდე ნებისმიერი საგზაო სატრანსპორტო იდეა წინასწარ მუშავდებოდა მიკრომოდელირების თანამედროვე პროგრამაში. ახლა კი უკვე შესაძლებელია მისი ტესტირება მაკრომოდელშიც, რაც ზრდის სიზუსტეს და აზღვევს შესაძლო რისკებს. ვირტუალურ ანალოგს აკეთებს და შესაბამისად ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ნებისმიერი იდეა ან გადაწყვეტილება პირველ რიგში, სანამ უშუალოდ მოხდება ამ იდეის განხორციელება, ამ პროგრამაში დავტესტოთ. ციფრული სატრანსპორტო მოდელები ევროპის წამყვან ქალაქებში სატრანსპორტო დაგეგმარების მთავარი ინსტრუმენტია. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მსგავსი სისტემები მნიშვნელოვნად დაუმჯობესებს ტრანსპორტის მოძრაობას და დედაქალაქის მთავრობას აძლევს უფრო ზუსტი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ციფრული მოდელი იქნა დაყრდნობილი შინამეურნეობის კვლევაზე, რომელიც ჩატარდა რამდენიმე თვის წინ. შეგვიძლია დავტესტოთ ნებისმიერი ინჟინერული ჰიპოთეზა, რომელიც ქალაქში დაგვჭირდება. ამ მოდელის მეშვეობით შეგვიძლია ნებისმიერი კავშირი სანაპიროებს შორის, ნებისმიერი მიმართულების ცვლილება, ქუჩის გაცალმხრივება იქნას დატესტილი წინასწარ. სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო მაკრომოდელი კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისში მცხოვრები კიდევ 45 ოჯახი საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილდა ახალ შენებულ კორპუსში გარემონტებული ბინები იმდევნილ და სოციალურად აუცილო მოქალაქეებს გადაეცათ, რომლებიც წლების მანძილზე ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ. სიმბოლური გასაღები მოქალაქეებს დედაქალაქის მერმა გადასცა და მათ ახალ მოსახლეობა მიულოცა. მარიამ რატიანი გიამბობთ. 45 ოჯახი დღეიდან ახალ ცხოვრებას ახლად აშენებულ კომპლექსში იწყებს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი წლების განმავლობაში ბავშვთა ნომერ მეხუთე საავადმყოფოს შენობა იყო. თუმცა ავარიული ნაგებობის ახლა უკვე ყოფილ მობინადრეებს თბილისის მერმა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილ საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა. შენობა იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება იყო ძალიან მძიმე და ძალიან რთული. თბილისის მერიამ ჩუღურეთის ავარიულ ნაგებობაში მყოფი მოქალაქეებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. შედეგად ჩუღურეთის რაიონშივე გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ეს იყო ვალდებულებით გადაცემული მიწის ნაკვეთი, სადაც კონკრეტული ფართები გადაიცათ აღნიშნულ მოქალაქეებს, რომლებიც გამოვიდნენ კაპანაძის ნომერი 19-დან და კომპანიის მიერ გადმოცემული ფართებით მოხდა მოქალაქეების დაკმაყოფილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ადამიანი, მისი კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, ის დარჩენილი მოსახლეობა, რომელიც არის განთავსებული ჯერ კიდევ ამ საცხოვრებელ სახლში, უახლოეს პერიოდში მიიღებენ ახალ საცხოვრებელ ბინებს. საცხოვრებელ ფართებთან ერთად დედაქალაქის მერიამ მონაწილეობა ბინებისთვის საბოლოო იერსახის მიცემაშიც მიიღო. სარემონტო ხარჯებსაც სრულად სწორედ მუნიციპალიტეტი აფინანსებს. 16 კვადრატულში ვცხოვრობდით უკვე 20 წელია. 5-6 სული ადამიანი ვცხოვრობდით და ეხლა ეს 70 კვადრატია და რა ვიცი, აი შედარება რო გააკეთოთ, აი არ ვიცი რა, მართლა სასწაულია. რემონტის თანხები დიახ, დაირიცხა, ბევრმა აიღო, ზოგი მოლოდინის რეჟიმშია და მადლობა ამისთვისაც, რომ რას ამბობ, ეს რო არ ყოფილიყო, არ ვიცი როგორ შევძლებდით ამის გაკეთებას ისე. სკვერიც არის წინ, ტერიტორია დაცულია, ეზო კეთილმოწყობილია და შესაძლებლობა გვექნება ოჯახებსაც, არაბავშვენებსაც და ბავშვენებსაც, რომ დაცულ გარემოში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი გამწვანებაში. ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ჯამში 118 ოჯახი ცხოვრობს. იმ 45 ოჯახის გარდა, რომლების ახალი საცხოვრებელიც ახლა გარდენ ჰილსი 8 ოჯახი დიდ ღომში დაბინავდა. 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. ეს იყო პასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მეგემშთობებით ნახვამდის.